მოგესალმებით. ახალ გამოქვეყნდა ევთოდერის დასკვნა. ეს დასკვნა არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ევთოდერმა გამოქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ. მე მინდა გადავხადო მადლობა ევთოდერს, რომელმაც მიუხედავად აგრესიული თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ევთოდერი გამოთქვა საავადმყოფნას ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის. მე მინდა გაგაცნოთ ის ძირითადი შეფასებები, რომლებიც ხდება ევთოდერის ტექსტში. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. პარტიების რეგისტრაცია სათანადოდ განხორციელდა და არჩევნები ამორჩეულს ფართო არჩევანს სთავაზობდა. საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მედია იყო დივერსიფიცირებული, არჩევნებისთვის მომზადების პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ტექნიკური ასპექტების ადმინისტრირებას ეფექტიანად ახორციელებდა, არჩევნების დღე მთლიანობაში პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მართული, კანონმდებლობა უზრუნველყოფდა არჩევნებზე აქტიურ დაკვირვებას მოქალაქეებისა და უცხოელი დამკვირვებლებისათვის. ასევე ევთოდერს ორივე მხარე მიაწოდა ინფორმაცია იზოლირებული ძალადობრივი ინციდენტების შესახებ, ანუ საუბარია მხოლოდ იზოლირებულ ინციდენტებზე. რა თქმა უნდა, დასკვნაში, როგორც ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში, აქაც წარმოდგენილია გარკვეული კრიტიკული შენიშვნები, მათ შორის საუბარია ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 76%-ში, უბნების 76%-ში, სადაც წარმოებდა დაკვირვება, ევთოდერმა საერთოდ ვერავითარი ხარვესი ვერ დაადგინა. სხვა შემთხვევებში იყო ცალკეული ხარვეზები, რაც იქნა იდენტიფიცირებული. ეს უკავშირდებოდა ბიულეტენების არასწორად შეყვანას, უბნის არასათანადოდ მოწყობას, ეგრეთ წოდებულ გაჟონვას, ვიდეო გადაღებას და ასე შემდეგ. ვიდეო გადაღებაზე მინდა შეგახსენოთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა იყო ვიდეო გადაღება წარმოებული იყო საარჩევნო უბნებზე, აქედან გამომდინარე, რთულია ეს საკითხი დარღვევად ჩაითვალოს, გარკვეული ხარვეზები იქნა იდენტიფიცირებული საჩუქრების განხილვის პროცესში, ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უბრალოდ იქნა განხილული პოლარიზაცია, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მედიაში. ეს არის ის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენს გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია. მთლიანობაში ევთოდერის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ევთოდერის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევთოდერს. თქვენ იხილეთ, როგორი მძიმე რეაქცია ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივანის ვიზიტზე და თქვენ იხილეთ აგრესიული თავდასხმები ამ ადამიანის მიმართ, ბატონი ალენ ბერსეს მიმართ. ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, ასეთივე აგრესიულ თავდასხმას კიდევ ერთხელ ევთოდერის მიმართ. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ეს დასკვნა იმეორებს პრაქტიკულად იმ დასკვნას, რომელიც წარმოქმნილი იქნა უშუალოდ არჩევნების დღის შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია ძალიან დიდი გაღიზიანება მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში. ველოდებით, რა თქმა უნდა, ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც. ჩვენ ვსადვართ, რა თქმა უნდა, ევთოდერთან თანამშრომლობისთვის, არის კონკრეტული რეკომენდაციები წარმოდგენილი ამ დასკვნაში და რა თქმა უნდა, ვსადვართ, რომ ერთად ვიმუშაოთ ყველა რეკომენდაციის სათანადოდ განხილვისთვის და შეიძლება ისთაგვარად გავითვალისწინოთ შესაბამისი რეკომენდაციები, სადაც ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება. მე მინდა ასევე გაგაცნოთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენი დაკვეთით ჩატარდა. აქ იყო კითხვა არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენად სამართლიანად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და მინდა გაგაცნოთ პასუხები კითხვაზე. პასუხი სამართლიანად გასცა 45.5%-მა, მცირე დარღვევებით პასუხი გასცა 7.9%-მა. მთლიანობაში დადებითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 53.4%-მა. პასუხი მნიშვნელოვანი დარღვევებით 4.4%, უსამართლოდ 19.6%. ანუ უარყოფითი პასუხი ჯამში გასცა 24%-მა, მიზნელდება პასუხის გაცემა, ასეთი იყო 22.6%-ის პასუხი. ანუ მთლიანობაში 53.4% იყო დადებითი პასუხი, სამართლიანად შეაფასეს გამოკითხულებმა ჩატარებული არჩევნები და მხოლოდ 24% იყო უარყოფითი პასუხი, როგორც უკვე მოგახსენეთ, პასუხის გაცემა გაუჭირდა 22.6%-ს. მეორე კითხვა ეხებოდა იმას, რომ რამდენად
მისაღები იყო გამოგითხულებისთვის, პირადად მათთვის არჩევნების შედეგები. აქ პასუხები განაწილდა შემდეგნაირად: მისაღებია 44.7%, ძირითადად მისაღებია 6.5%, ჯამში 51.2% აცხადებს, რომ მისთვის არის არჩევნების შედეგები. მისაღები ძირითადად მიუღებელი არის 3.9% და მიუღებელია 22.8%, ანუ ჯამში უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი არის 26.7%, აქაც პასუხის გაცემა გაუჭირდა 22.1%-ს. ანუ თლიანობაში ხედავთ, რომ ერთი ევთოოდირი აღიარებს არჩევნებს, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს, ეს არის მთავარი. ხო, პირველი, ვინც აძლევს ლეგიტიმაციას არჩევნებს, ეს არის ქართული ხალხი და თქვენ ხედავთ, რომ ქართული ხალხი აღიარებს არჩევნების ლეგიტიმაციას. ეს არის ის ხალხი, რომელმაც 54%-ით აირჩია ქართული ოცნება და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ევთოოდირის დოკუმენტიც და მადლობა კიდევ ერთხელ ევთოოდირს, რომელმაც სათანადოდ შეაფასა საქართველოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. თუ არის კითხვები, მზად ვარ გიპასუხოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონო პრემიერო, მედიამ ჯერ ვერ მოვასწარით დასკვნის გაცნობა, ვინაიდან რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, თქვენ საუბრობდით რეკომენდაციებზე, თუ შეგიძლიათ გითხრათ, თქვათ, რამდენიმე რეკომენდაცია რასზე მიგითითებთ ევთოოდირი და მეორე ახალი არჩევნები არის ოპოზიციის მოთხოვნა. იცით და ვიცით თქვენი პოზიციაც ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა ევთოოდირის დასკვნა რას ეუბნება უკვე თქვენს ოპონენტებს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, არის სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები, ნაწილი ეხება კანონმდებლობას. მათ შორის არის გარკვეული რეკომენდაციები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოზიცია, მაგალითად არის წარმოქმნილი რეკომენდაცია ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია, დასაბუთებული პოზიცია ამ თემაზე, თუმცა აქაც მზად ვართ ვიმშველოთ ევთოოდირთან ერთად. არის რეკომენდაციები პრაქტიკასთან დაკავშირებით, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც და რა თქმა უნდა ნებისმიერი ასეთი საკითხი ექვემდებარება განხილვას. პოლარიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც არის გამოკვეთილი ამ დასკვნაში და რა თქმა უნდა ამასაც ეხება რეკომენდაციები. მზად ვართ როგორც კანონმდებლობის კუთხით, ასევე პრაქტიკის კუთხით, ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით ყველაფერთან დაკავშირებით ვიმშველოთ და სადაც შესაძლებელია რეკომენდაციების გათვალისწინება, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ოპოზიცია, რომელიც ახალ არჩევნებს ითხოვს ევთოოდირის დასკვნა, მისამართით რა გზავნილია? დღეს რუსთაველის გამზირზე არის შეკრებილი 800 ადამიანი. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ოპოზიცია არის გაკოტრებული, ოპოზიციას არაფერი აქვს ათქმელი, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებითაც. მე მგონია, რომ ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის სპეცს და თებერვალში შეიძლება შეგვასრულონ პარლამენტში. რაც შეეხება ალან ბერსეს, თქვენ ისაუბრეთ დასაწყისში ამ საკითხზე. გარდა იმისა, რომ სოციალური ქსელით მის წინააღმდეგ ერთგვარი კამპანია აწარმოეს მისი პრესკონფერენციის შემდეგ, ჩვენ ნახეთ ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პარტიების, რომლებიც მიმართავენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს, რომ დღის წესრიგში დააყენონ გენერალური მდივნის კეთილსინდისიერების საკითხი და თბილისში ვიზიტის შემდეგ განსაკუთრებით იყო რაღაც განცხადებები მის თაობაზე, რომ ეს იყო საეჭვო კაცი, საეჭვო შეხვედრების შემდეგ საეჭვო განცხადებებით. როგორ შეაფასებდით ოპოზიციის დღევანდელ აქტივობას ამ მიმართულებით? ბატონი ალენ ბერსე გახლავთ ევროსაბჭოს პირველი პირი. ეს არის ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, ხო, ეს ერთი. მეორე ეს ადამიანი არის ადამიანი კონკრეტული წარსულით, ის ორჯერ იყო შვეიცარიის პრეზიდენტი, სხვადასხვა დროს არაერთ გზის იკავებდა შვეიცარიაში მთავრობის წევრის, მინისტრის თანამდებობას, მას ზურგს უმაგრებს თავისი წარსული და დღეს ის არის ევროსაბჭოს პირველი პირი, ხო? თქვენ იცით, რომ პირზე აკერიათ მათ სიტყვა მასშტაბადამე და ეს სიტყვა უკავშირდებოდა სწორედ საქართველოს გაწევრიანებას ევროსაბჭოში და დღეს ამ ევროსაბჭოს ხელმძღვანელია ალენ ბერსე, რომელსაც ისინი უწოდებენ საეჭვო კაცს და მისი თანამდებობაც არ მოსდით მაინც და მაინც თვალში. აქედან ჩანს რა, რომ სადაც მათ დაინახეს ელემენტარული ობიექტურობა, მაშინვე თავს დაესხნენ კონკრეტულ ევროპელ პოლიტიკოს და ეს არის კიდევ ერთხელ გამიმეორებ ევროსაბჭოს პირველი პირი, ევროსაბჭოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი. მაშინვე თავს დაესხნენ ისინი ევროპელ პოლიტიკოს, როგორც კი არ მოეწონათ მისი ვიზიტის შინაარსი. ეს მეტყველებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე. მე მათ ადგილზე
ღმერთმა არქნას მათ ადგილზე როდეს მივიღო, მაგრამ რომ წარმომიდგენია პრაგმატულად, რას გავაკეთებდი მათ ადგილზე, რა თქმა უნდა, ასეთი თავდასხმებისგან თავს შევიკავებდი პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ყველაფერს რო თავი დავანება, თუმცა იმდენად მძიმეა მათი ემოციური მდგომარეობა, რომ ვერ მოახერხეს აქ ემოციურად თავის შეკავება. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც მათ საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს. და ბოლო კითხვა მაქვს ევროკომისიამ საბჭოს მიმართა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვაზე. ბევრი დეტალი ამ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჯერ საბოლოოდ გაფორმებული არ არის, პრინციპში ცნობილი არ არის, თუმცა როგორია თქვენი პოლიტიკური შეფასება ცალკეული ქვეყნების შემდეგ, რომ უკვე კომისია საბჭოსაც მიმართავს ამ საკითხს. ცალსახად ეს არის ანტიქართული ნაბიჯი, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც არის ძალიან დასანანი, ასე ვიტყოდი, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი განსაკუთრებული ეფექტი ვერ იქნება, არის არსებითად სიმბოლური ნაბიჯი, თუმცა ეს არის ცალსახად ანტიქართული ნაბიჯი და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც არის უკიდურესად მიუღებელი, როგორც მოგეხსენებათ, იანვარში უნდა განიხილოს ეს საკითხი ევროპულმა საბჭომ დაულოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ თავისთავად ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც არის ძალიან სამწუხარო. მადლობა.